თუმე მინდა ამ ადამიანის რეპუტაციას ზეგავლენა, ნეგატიურ ზეგავლენა მოვახდინო, რაც შეიძლება ბინძური ინფორმაცია უნდა ავიღო. რაც უფრო მაღალია სიბინძურის ხარისხი, მით უფრო ადვილად დაჯერებადია ის, რომ ამ ადამიანის ფსიქიკაში ყალიბდება ქვეცნობიერი პასუხი, რომ ასეც ადამიანი ვერ მოიფიქრებდა, ეს უეჭველი სიმართლე იქნება. ანუ რაც უფრო ნეგატიურ ფრაზას ავიღებ, მაგალითად, ყველაზე გავრცელებული იყო თუნდაც სასულიერო პირების მიმართ პედოფილიის ნაწილში. ამას ხო ადამიანი ვერ მოიფიქრებს, აუცილებლად სიმართლე იქნება. ეს ადამიანის ფსიქიკის ნაწილია ამაზე, ამ პასუხის ასეთი პასუხის მიღება. ამიტომ შემდეგ თავარია ეს რეზონანსული გავხატო საკითხი. გავავრცელო ეს საკითხი. და რა ხდება? ადამიანები, რომელიც ამართლებენ ამ ადამიანს, და ადამიანები, რომლებიც განიკითხავენ ამ ადამიანს, ყველა ამ ადამიანის სახელი და გვერდით ავრცელებს აი ამ კონკრეტულ შეფასებას, რომ ეს და X ადამიანი პედოფილია. გადის დრო, არავის არ ახსოვს ეს